26 მაისს ბათუმში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ აქციაზე პოლიციამ უზომოდ არაპროპორციული ძალის გამოყენებით დაიჭირა ჩემი მეგობარი, ჩვენი გუნდის ახალგაზრდა ლიდერი ლუკა ნაცვლიშვილი, რომელიც უკვე მეორედ მოსამართლე გულიკო კაჟაშვილმა, რომელიც არანაირ მტკიცებულებებს, არანაირ სასამართლოს პრინციპებს არ შეესაბამებოდა, მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება და ლუკა ნაცვლიშვილი უკვე მეორედ რამდენიმე თვის განმავლობაში გაუშვა ციხეში და ქალაქში, სადაც უამრავი გაუგებრობები ხდება ყოველდღიურად, მათ შორის ქართული ოცნების მოქმედი მაღალჩინოსნები ქუჩაში ერთმანეთს ეჩხუბებიან და ამაზე პოლიციას რეაგირება არ აქვს. მაშინ როცა რუსების ჩხუბი ამ ქალაქში არის ყოველდღიური მოვლენა. მაშინ როცა ადამიანები მართლა ყოველდღიურად ყვირიან და აქ რაღაცა გადაადგილების პრობლემაა, ერთ ადგილს ვერ ნახავ, სადაც ეს კამათი და ჩხუბი არ იყო. რა გახდა ლუკა ნაცვლიშვილის დაკავების მიზეზი 26 მაისს, მაშინ როცა საკუთარ თანამებრძოლს ხმამაღლა ესაუბრებოდა და ამ დროს 30-მა პოლიციელმა ის გაიყვანა და თითქოს განრიდების მუხლით მერე დააკავეს და მართლა მაინტერესებს 19 წლის ბიჭს მოსამართლე კაჟაშვილი ორჯერ რამდენიმე თვის განმავლობაში რომ უშვებს საპატიმროში ან მოწყვეტილია ყველაფერი, შვილები არ ყავს, მშობლების მდგომარეობაში ვერ შედის, რამე დარღვევა ყოფილიყო გავიგე, მაგრამ ამის მტკიცების ტვირთი რომ ასზეა, ამასაც რო ვერ აკეთებს და რანაირად ხდება ეს ამბები მართლა მაინტერესებს რა. ძალიან უხერხულია 19 წლის ბიჭი 26 მაისს დააკავ და ამაზე არანაირი წინაპირობა ამისი არ კონდეს და ქართული ოცნების წევრები ლადომ გალობლიშვილი და აკაკი ძნელაძე ქალაქის ცენტრში ჩხუბობდნენ, ხელჩართული ჩხუბი კონდეთ და ამაზე რეაგირება არ იყოს. რანაირი სამართალია, რანაირი წესია, სად წერია იქნება ვინმე ამიხსნათ, მითხრათ და მათ შორის ქალბატონი გულიკო ლექციებს რო ატარებს, დავჯდეთ და იქეთ ჩაუტაროთ ლექცია სამართალთან და სამართლიანობასთან დაკავშირებით რა. ესე იგი, რა მინდა ვთქვა, რაც შეეხება ახალგაზრდების ციხეში ყოფნას, კატეგორიული რა თქმა უნდა წინააღმდეგი ვარ, მაგრამ თუ მათ დაიმსახურეს ანგელოზებად, ნუ წარმოაჩენთ ძალიან გთხოვთ. იმიტომ ზოგში არ გინდა რა გეხვეწები, ნამდვილად წინააღმდეგი ვარ, არც ერთი ახალგაზრდა ციხისთვის არ მემეტება, მაგრამ თუ მან დაიმსახურა, უნდა აგოს პასუხი და დამთავრდა ამაზე ლაპარაკი. ყველა ციხეში მოხვედრილი ოპოზიციონერი არის ანგელოზი, ასე წარმოაჩენთ. ასე არ არის, ეჭვი არ მეპარება, ჩვენი პოლიციის მუშაობის პირობებში ასეთი რამე არ მოხდება.